გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ არა. მისი არგუმენტაცია ასეთია: ყოფილი ხელისუფლება კრიმინალის ფაქტებს მალავდა, ამ მხრივ კითხეს მედიას სხვა ვითარება აქვს და ყველა შემთხვევა ახალ ამბებში ხვდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო პერიოდის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია, ამიტომ ჩვენ ბოლო 3 თვის მხოლოდ ის შემთხვევები შევაჯამეთ, რომელიც მხოლოდ ერთი ტელევიზიის ობიექტივში მოხდა და საკმაოდ მძიმე სურათი მივიღეთ. ყაჩაღობის 7, თავდასხმის 4. კვლელობის 14 და დაჭრის 4 შემთხვევა. ეს ის კრიმინალური საქმეებია, რომელიც TV3 თუ სხვა მედია საშუალებების ობიექტივში ბოლო 3 თვის განმავლობაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ისევ არ გაუსაჯაროვებია, თუმცა პრემიერი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა. ყველა ქვეყანაში ხდება კრიმინალი, მეგობრებო. ის რომ საუბედუროდ ოჯახში რაღაც მოხდა ძალადობა და იქ რაღაც მოხდა და მეგობარი მოკლა თუ დაჭრა. ამის პრევენცია არის შეუძლებელი. მაგრამ ამის გაშუქება, ასე ვთქვათ, და ამის ტირაჟირება, რომ იმის დასამტკიცება თუ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, იმაში რომ არის დიდი უსამართლობა. ბატონ პრემიერო, მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ არ არის კრიმინოგენული ვითარება გაუარესებული. არ არის გაუარესებული კრიმინალური ვითარება. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ძალიან ეფექტურად. პრემიერს არ ეთანხმება სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი ძალოვან უწყებას ვალდებულებას ახსენებს და დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. მე ვფიქრობ, ეს არ არის არანაირ კეთილნებაზე დამოკიდებული, სახელმწიფო არის ვალდებული გამოაქვეყნოს რეალური მაჩვენებლები, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. ღარიბაშვილის მოსაზრებებს არ იზიარებს არც ოპოზიცია და პრემიერს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ფაქტებს ახსენებს. ესეთ ვითარებაში, რომელიც დღეს არიან ტოტალური კრიმინალური შემოტევის ფონზე, კაშპიროვსკის სტილში განცხადებების კეთება, რომ თქვენ ასაც ხედავთ, ეს სინამდვილე არ არის, უაზროა, უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტარულად ხო აქ ცხოვრობთ ყველანი და ვიცით, რომ ღამის დადგომისთანავე პრაქტიკულად მთელი ქალაქის და იგივე ხდება რეგიონებში მასშტაბით, ელემენტარულად სროლა მიმდინარეობს მთელი ღამის განმავლობაში. ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ქალი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებულთა უმრავლესობა ქმარია. არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ და შემაკავებელი ორდერების გამოწერას თხოვენ. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას და სპეციალური მიდგომაც უნდა კონდეს და რა თქმა უნდა ველოდებით, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გაუმჯობესება იქნება და მეტი ყურადღება იქნება. უფრო მეტად უნდა იმუშაოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც დანაშაულამდე არ მიგვიყვანს, თორე კონკრეტულ დანაშაულზე რეაგირება ბუნებრივია, რომ ხდება, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები უნდა იქნეს აუცილებლად გატარებული, რომ შესაძლო დანაშაული იქნეს აღკვეთილი. 2011 წელს 24 ქალი მოკლეს, 2012 წელს 6, 2013 წელს მკვლელობის 21 ფაქტი დაფიქსირდა. 2014 წლის 6 თვეში კი 14. ფსიქოლოგების აზრით ოჯახური ძალადობის და ფატალური შედეგების მიზეზი მძიმე სოციალური ფონია. განსაზღვრა დაწყებული გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორებიდან ადამიანის აგრესიული ქცევას, მაგალითად ისეთი როგორც არის გარკვეული ამოფრქვევა ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები, რომელიც არის პროვოცირებელი ამას. კრიმინოგენული ვითარების მიუხედავად პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია და ჭიკაიძის შეცვლას არ აპირებს.